დიდებული არის ჩვენი უფალი, ჩვენი ღმერთი, უფალი ყოვლის ყრობელი, ყოვლის შემძლე. მადლობა ღმერთს გავანდელი დღისთვის, ამენ. გიხარია რომ დღეს ღმერთის ეკლესიაში ხარ, ღმერთის ოჯახში ხარ, ცოცხალ ღმერთს დიდება. მადლობა. ვიესალმები ჩვენ ზესტაფონელ ძმას დას. უფალმა გაგვრთხოთ. ჩვენ მიჩვეული ვართ ხოლმე ამერიკიდან ჩამოგვივიდა სტუმარი, მაგრამ ჩვენთვის ასევე ზურფასი არიან ჩვენი დაძმები, ცოცხალ ღმერთს დიდება და რა კარგია, როდესაც არ ვიცი, ხშირად მიზევს ხოლმე მოგზაურობა, ისეთი გზა გაგვიკეთეს, რომ პატარ-პატარა სოფლებში გადახვევა ცოტა უფრო რთული არის ხოლმე, გათვლილი რო გაქვს, რომ დროზე უნდა ჩახვიდე, მაგრამ მახსოვს ზურფასებო და დღესაც არის ხოლმე, როცა გავდივარ და აქეთ კასპი, იქით მერე მოყვება რენე, ნიგოზა, იქით ოკმის გადასახვევი არის და ყველგან არიან ჩვენი ვორწმუნე დაძმები, ჯგუფები, შემდეგ გორი და იმის იქით კიდე ქარელი და ასე შემდეგ. ზესტაფონი ცოტა გვერდზე დაგვრჩა, გზა რო გაიყვანეს, მაგრამ ღმერთს დიდება და მადლობა, რომ არა ვართ ჩვენ უბრალოდ ერთი პატარა ჯგუფი, მაგრამ ვართ ერთი დიდი ოჯახი, ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. და ეს ჯგუფები როდესაც ყალიბდებოდა, ოდესღაც მინდა გითხრათ, ყველაფერი შეიძლება ხდებოდა უბრალოდ ერთ სარდაფში, ლოცვით, მარხვით, ადამიანებს გულში ჰქონდათ, რომ გამრავლებულიყო ღმერთის მაიდებელი ეკლესიები, ჯგუფები, არ იყო მაშინ ასე უხვად ოფენელი, რო ვთქვათ, როგორც დღეს არის სხვადასხვა რაიონებში და სოფლებში, მაგრამ ადამიანები ლოცულობდნენ, მარხულობდნენ, ევედრებოდნენ ღმერთს. თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, კომუნისტური რეჟიმი, შევიწროება, დევნა, მაგრამ და მახსოვს ერთ პერიოდში ერთ სტუდენტს ველაპარაკებოდი, პატარა ჯგუფი იყო სტუდენტებისა, მათთან ჰქონდა ხოლმე საუბრები, აინტერესებდათ და სახარებულსეულ ჭეშმარიტებებს როდესაც უზიარებდი, ერთი ასეთი რაღაცა უთხარი, მეთქი, დადგება დრო, მეთქი, დღეს ხო ათეიზმია და უღმერთოება, მაგრამ დადგება მეთქი დრო, როცა საქართველოში თამამად დაიწყებენ მეთქი ქრისტეს სახელის აღიარებას, მეთქი და ეგ არ მოხდებაო. მეთქი დაიმახსოვრე, მოხდება. მაგრამ გავა მეთქი პერიოდი და ქრისტიანობა უბრალოდ მოდად იქცევა, მეთქი. მაგრამ დადგება დრო, მეუთხარი, როცა სახარებისეული ჭეშმარიტება უფრო ფასეული იქნება. მე ამ დროს ველოდები დღეს ურფასებო, ღმერთს დიდება. და როცა ეს ყველაფერი მოხდა, შემდეგ მეუბნებს მაწვილი, რომ რა სწორად თქვი მაშინ, როგორ იყო, რანაირად განჭვრიტე, მე არ განჭვრიტე, უფალს აქვს თავისი გეგმა. ამიტომ შაბაზურფასებო, წეგანს მაგია მახსენდა, რომ ჩვენ ქონდა ლოცვები, პარასკევი, შაბათი, დიახ, სასურველი არის, რომ ეკლესია იმ ლოცვების დროს სრული შემადგენლობით იყოს და არ იყოს პასიური იმ ლოცვების დროს. და მინდა გითხრათ, რომ კვირის კრებაზე მნიშვნელოვანი, როცა ასეთი ლოცვები დაინიშნება, ის ლოცვები არის. ამიტომ თუ გვინდა, რომ სერიოზულად მართლა ვიშუამგებლოთ და ვილოცოთ ჩვენი ზეციერი მამის წინაშე, ჩვენი გულები უნდა იყოს ანთებული ამისთვის. მე გუშინ გაუზიარი, არ ვიცი, სხვა თემა მაქვს, დღეს სხვა თემაზე მინდა საუბარი, მაგრამ მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ, როდესაც ნეემიას პერიოდში ასეთი სიტუაცია იყო, ებრაელი ხალხი იყო ტყვეობაში. იყო ნაწილი დარჩენილი კიდევ იერუსალიმში, იერუსალიმი ამ დროს იყო დანგრეული, გადამწვარი მისი გალავნები, კარები, მისი გალავნები დანგრეული და ნეემია წერს, რომ ის იყო იმ პერიოდში სპარსეთის მეფის კარზე და ღვინოს უსხავდა ხოლმე. ეს თანამდებობა ჰქონდა, ემსახურებოდა მეფეს და მინდა გითხრათ, რომ ნეემია არ ყოფილა გაჭირებულ მდგომარეობაში. ტყვე კი იყო, მაგრამ წარმოგიდგენია თქვენ ზრფასებო, სამეფო კარის ეტიკეტი და ყველაფერი მოითხოვდა იმას, რომ ნეემია უნდა ყოფილიყო კარგად ჩაცმული, დახურული და წარმოგიდგენიათ, რომ ამ დიდი იმპერიის მსახური, რომელიც მეფის მსახური, რომელიც მეფეს ღვინოს უსხავდა ხოლმე, ყოფილიყო ჩამოხეული, ჩამოგლეჯილი, ჩაბინძურებული, მშიერი, არ იქნებოდა ასე.
იმიტომ რომ სამეფო კარის ეტიკეტი მოითხოვდა რომ სახურებით სათანადოდ ყოფილიყვნენ გამოწყობილები. ნეემიას არაფერი არ უჭირდა მიუხედავად იმისა რომ ტყვე იყო. ნეემია კომფორტში ცხოვრობდა, მაგრამ წერია როცა ერთ დღეს ამოვიდნენ მისი ძმა ხანანი და კიდევ რამოდენიმე კაცი იუდეიდან იმ ქალაქში შუშანში მაშინ ეკითხება ნეემია მოიკითხა როგორ არიან იქ ტყვეობიდან გადარჩენილი ადამიანები და მოისმინა მან ასეთი უწყება რომ გადამწვარი არის იერუსალიმის კარები, კედლები დანგრეული არის და ვინც არიან იქ ტყვეობიდან გადარჩენილები ისინი სირცხვილში არიან იქ დამცირებულები არიან და როცა ეს მოისმინეო ნეემიამ თქვა იტირა და მრავალი ხნის განმავლობაში ლოცულობდა და ვარხულობდა ღმერთის წინაშე. ეს მის გულში დარდად იყო ჩაყოლილი და ის იმ კომფორტის და მიუხედავად მას მოსვენება არ უნახია. ის ამბობს რომ მრავალი დღის განმავლობაში ვლოცულობდი და ვარხულობდი და ვთხოვდი ზეციერ მამას. შეგიძლიათ ნეემიას პირველი მეორე თავები წაიკითხოთ ჩემო ზრფასებო. იქ მისი ლოცვაც არის თუ როგორ ლოცულობდა გულით ღვთის წინაშე და დადგა შემდეგ დრო და იმდენად მის გულს ეხებოდა ეს ყველაფერი რაც მის გარშემო ხდებოდა რომ მეორე თავში წერია როცა მეფის წინიდგა და ღვინო დაუსხა მეფე ეკითხება მას ნეემიას ეკითხება როცა შეხედა რომ რაზე არისო შენი სახე ასეთი დასევდიანებული ავად არ ჩანხარ ანუ მეფემ ზუსტად გამოიცნო რომ სახე ჰქონდა დაღვრემილი, მაგრამ ამ დროს ავადმყოფობის ნიშნები არ ეტყობოდა. ავადაც არ ახარო. ეს სხვა არაფერი არ არისო მეფეუნება თუ არა გულის სევდაო. და შევშინდიო თქვა ნეემიამ. მაგრამ უთხრა მეფეო რა გამახარებს როცა ჩემი ქალაქი დანგრეული არის, ჩემი წინაპრების საფლავები არის შეურაცხყოფილი და ასე შემდეგ. და მეფეუნება რას ითხოვ? თქვენ წარმოიდგინეთ ზურფასებო მან ლოცვაში და მარხვაში გამოითხოვა ის დიდებული საქმე რომ იერუსალიმი აღდგენილი ყოფილიყო ლოცულობდა ღმერთთან და იმ სწორ დროს თვითონ მეფე დაელაპარაკა მას და ზუსტად გამოიცნო რა იყო ნეემიას გულში სახე სევდიანი გაქვს ავად არ ახარ ეს სხვა არაფერია თუ არა შენი გულის სევდა და როცა მოისმინა მისი გულის სევდა თუ რამ შეიპყრო ნეემია რა სევდით იყო მისი გული შეპყრობილი რომ მის სახეზეც კი ჩანდა ეს ეკითხება რას ითხოვ და როცა ნეემიამ უთხრა რა იყო მისი გულის წადილი რომ გაეშვა მეფეს და აღედგინა მას თავისი ქალაქის კედლები მეფემ ამ საქმისთვის ზურფასებო მისცა უფლება პირიქით წერილის კი გაატანა რომ დახმარება აღმოეჩინათ ნეემიასთვის და ნეემია გაემგზავრა იერუსალიმში რა თქმა უნდა ადგილობრივები მას ბევრი იყვნენ წერია სამბალატი ყამონელი იყო ტობია იქ რომლებიც არაკეთილმოსურნეები იყვნენ თავიანთი ერისა და საერთოდ ისრაელის მიმართ და ისინი ეწინააღმდეგებოდნენ არ გაეხარდათ რომ იუდეველთა საკეთილდღეოდ ვიღაც ჩამოვიდა ზურფასებო და ეწინააღმდეგებოდნენ მაგრამ ჩვენ ვხედავთ როდესაც ნეემიას ვკითხულობთ ნეემიას ცხოვრება უკვე შემდგომი იყო პრობლემები, ომი, წინააღმდეგობები, მაგრამ მან აღასრულა ღმერთის საქმე და აღადგინეს იერუსალიმის კედლები. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. და იცით ამით რა მინდა გითხრათ დღეს არის თანამედროვე სწავლებები, ჰალელუია, გადარჩენილები ვართ, ღმერთს დიდება და იცით რა არის, არაფერი არ ადარდიათ ადამიანებს და ნეემიას შეეძლო ზურფასებო სრულ კომფორტში ეცხოვრა. შეიძლება როცა მოისმინა მან როცა იერუსალიმიდან ამოვიდნენ და მოისმინა ეს ხმები შეიძლებოდა ბოდიშით მაგრამ ამ ყველაფრისთვის ყურადღება საერთოდ არ მიექცია და ეთქვა მე კარგად ავარ აქ ჩემთვის მეფის წინაშე არც საჭმელი ეკლდა არც სასმელი ეკლდა ყოველდღე მეფის ხედავდა კომფორტი ჰქონდა მას მაგრამ ნეემიას გულის წადილი სულ სხვა რამე იყო მას გული უძგერდა ღმერთის სამეფოსთვის და ეს გამოეხატა მას სახეზე გულთან ახლოს მიიტანა ლოცულობდა მარხულობდა და ღმერთმა გამოიყენა ის ამჭურჭლად დიდება ღმერთს ზრფასება ისი დღეს როცა თანამედროვე ქრისტიანობას ვაკვირდებით ხშირად შეიძლება უბრალოდ დაგჭირს შტაბეშტილება რომ ადამიანებს არაფერი არ ადარდიათ საკუთარი კომფორტის გარდა
რომ გადარჩენილები არიან, კარგად არიან და მინდა ეკლესია უბრალოდ ერთი რამე გითხრათ, რომ მოდი ნუ მევეჩვევით ამ კომფორტს, რომ ყოველ კვირა შეგიძლიათ მოხვიდეთ, დაждდეთ რბილს კამებზე, განადიდოთ უფალი, ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო ტრიალებს ზურფასებო. ეს ყველაფერი კარგია, განაცუდია. მაგრამ მოდი ამას ნუ მივეჩვევით, მოდი ჩვენს გულებში იყოს გულის ტკივილი. სევდა. შეიძლება ვიღაცა მითხრას, სევდა ეს ქრისტიანული არ არის, ყოველთვის უნდა გვიხაროდეს, დიახ უნდა გვიხაროდეს, მაგრამ როდესაც შენს გვერდით ადამიანები იღუპებიან, სიხარული, რომ გადარჩენილი ხარ და უფალი გყავს, ამას ვერაფერი ვერ დაჩრდილავს, ეს თავის ადგილზე არის. მაგრამ მეორე მხარე, რომ ღმერთის გულის წადილი გაიზიარო, ეს სულ სხვა რაღაცა არის. იესომ, როცა ქვეყნიერებაზე იყო თვით ღმერთი, ნახეთ რა თქვა ერთხელ იერუსალიმს რომ მიუახლოვდა, ატირდა კიდეც იერუსალიმის დანახვაზე და მან თქვა, ო რამდენჯერ მინდოდა შენი შვილები იერუსალიმს შემიკრება, როგორც ფრინველი ბარტყებს თავის ფრთის ქვეშ, მაგრამ შენ არ ინდომეო. ეს მუხლიც კი მიმანიშნებელი არის, ვისაც იესოს ღმერთობის არ ჯერა, რომ იესომ რა მომენტებზე მიუთითა ისრაელს, რამდენჯერ მინდოდა რომ შემეკრიბა. ეს ოდითგანვე მარადიულ ღმერთს ზურფასებო წინასწარმეტყველების მხრიდან ხალხს მოუწოდებდა და მრავალჯერ უნდოდა ეს ყველაფერი გაეკეთებინა, რომ შეეფარებინა ეს ერი თავის ფრთის ქვეშ, როგორც ფრინველი ბარტყებს, მაგრამ მათ არ ინდომეს და ღმერთისგან შორს მიდიოდნენ. და აქაც კი ვხედავთ, რომ იესომ ჩემო ზურფასო ძმებო და დებო, იესომ აი აქ თქვა, მე მინდოდა რამდენჯერ შემომეკრიბა, იმიტომ რომ ის ღმერთია, ცოცხალს დიდება და მადლობა. ჰალელუია. და ისეთ რა ჩემო ზურფასებო, თვითონ იესოსაც ჰქონდა გულში სევდა, ის სევდა ზურფასებო, რომ იერუსალიმი დაღუპული იყო, მისი ერი დაღუპული იყო, ქვეყნიერება დაღუპული იყო და მას ერთი სული ჰქონდა, როგორც თვითონ ამბობს, რომ მალე მოსულიყო ის დრო, ამაღლებული იყო, რომ მრავალს მივიზიდაო ჩემსკენ. ამიტომ ჩემო ზურფასებო, იმ სიხარულთან ერთად რომ გადარჩენილი ვართ, ჩვენს გულებს ამავე დროს წუხილიც უნდა ეუფლებოდეს უფლის მიერი, როცა შენი ოჯახის წევრები იღუპებიან, როცა შენი ოჯახის წევრები მონანიებულები არ არიან და რამდენჯერ ყოფილა, უბრალოდ წარმოიდგინეთ, როცა მიდიხარ გასვენებაზე, შემოუვლი მკვდარს გარშემო ტრადიციულად მიუსამძიმრებ შენ ადამიანს ჭირის უფლებს და აბა ამ დროს გაიხსენე და შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ იმ ადამიანისთვის, ვის გასვენებაზეც მივედით და სამძივარზეც მისთვის სახარება არ გვიქადაგია, არასდროს არ გვითქვია უფლის შესახებ. წამოვალთ იქიდან და რა შეიცვლება, შეიძლება გავიდეს დრო და ანის ჭირის უფალი მოვიდეს შენს გასვენებაზე და ან შენ მოგიწევს ისევ მასთან მისვლა და ისევ აღმოაჩენ, რომ სიტყვა არ მიგიტანია. ამიტომ შემოზურფასებო, სადაც კი ჩვენს გარშემო მიგვიწვდება ხელი, ყველგან უნდა ვეცადოთ, რომ მივიტანოთ სიტყვა და აი იმ გარემოსთვის, რომელ გარემოშიც გვიწევს ჩვენ ყოფნა, ჩვენ ვიქადაგოთ სახარება. მთელ ქვეყნიერებას შევ ვერ შემოვატრიალებთ. მთელ ქვეყნიერებას შევ ვერ ვქადაგებ. მაგრამ აი ეს გარემო, რაში ცხოვრობ შენ, ვისთანაც გიწევს ურთიერთობა, ვისაც ხედავ, ზოგადად შეიძლება მთელი საქართველოსთვის ვილოცოთ და ვლოცულობთ, მაგრამ განსაკუთრებით ალბათ ის საახლობლო წრე, რომელიც ყავს, მათზე უნდა ლოცულობდე და ცდილობდე, რომ შეძლების დაგვარად სიტყვა მიიტანო, რომ ამ ადამიანებმა ირწმუნონ იესო ქრისტე, ამინ. და ეს სხვანაირად არ იქნება, თუ ადამიანებში არ იქნება შინაგანად მომწიფებული ნეემიას გრძნობა, რომ მისი ქალაქი დანგრეული იყო. ნეემიას გრძნობა გადმოტანილი დღეს ჩვენს რეალობაში, რომ შენი საახლობლო დაღუპული არის, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიდის ქრისტეს გარეშე ამ ქვეყნიდან, ის დაღუპული არის და მოდი ამან აღანთოს ჩვენი გულები ზრფასებო, რომ ვიქადაგოთ სახარება, ამინ. ცოცხალს დიდება და მადლობა. ასე მოდის ჩვენს ირგვლივ ზრფასებო და ჩვენს ხოვრებაში გამოღვიძება. გამოგვიძება ისეთი ტერმინია, რომ ადამიანები შეიძლება ბოლომდე არც უფიქრდებიან. ეს არის ძილის მდგომარეობიდან გამოსვლა. ჩვენ ოდესღაც ვიყავით მკვდრები, მაგრამ სახარება რო გვიქადაგეს, ჩვენს ხოვრებაში რა მოხდა? გამოღვიძება მოხდა ჩვენს ხოვრებაში. უფალი შევიცანით, ბიბლიის კითხვა დავიწყეთ, ცხოვრება შევიცვალეთ, ახალი რეალობის წინაშე დავდექით,
თითქოს კუდარი ან ღრმაძილიდან გამოგვაფხიზლა რაღაცა ძალამ და ჩვენ გავხდით ქრისტეს მიმდევარდი. იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენს გარშემო ზურფასებო, რომ ადამიანები გადარჩნენ, ყოველი გადარჩენილი სული ეს არის გამოღვიძებული ადამიანი. ამიტომ დავუხმაროს უფალი და მოდი ეს ნეემიას წევდა შევიტავდ გულთან ზურფასებო და ჩვენს ლოცვებში ვიყოთ უფრო მეტად მგრძნობიარენი. ნეემიას კი არ მომეხლა ტანჯვითა და ტირილით უნდა ვიაროთ და გოდებით, მაგრამ თუ შენთვის სულ ერთია ყველაფერი შენს გარშემო და მარტო აი ამით კმაყოფილდები რომ ეკლესიაში მოსვლით ძალიან კარგად აგზნობ თავს, კარგი გარემო, დაძმები, სითბო, სიყვარული და ასე შემდეგ, ხო? ეს არ არის საკმარისი. ნეემიას არ ეკლდა ეს ყველაფერი, მაგრამ ნეემიას გულში სხვა გულის წუხილი იყო, ის ლოცულობდა და ვარხულობდა თავისი ერისთვის. ამენ. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა, ჰალელუია. დიდებული არის ჩვენი უფალი. მე მინდა დღევანდელ დღეს ვიფასებო ეს უბრალოდ შესავლისთვის მინდა გითხრათ რომ მოდი უფრო მოსწრაფე ვიყოთ, როდესაც ეკლესიაში ჩვენ თქვით რომ ამ წლის განმავლობაში ყოველი ზიარების წინ 2 დღე პარასკევი და შაბათი საღამო გვექნება ერთობლივი ლოცვები, მარხვები და მოდი უფრო მეტად იყავით მოსწრაფე ამ ყველაფრისთვის ვიფასებო. უფრო მეტად იმიტომ რომ თუ ამ ხედვას გაიზიარებ რაც ეკლესიას აქვს და ჩვენ ერთობლივად როგორც ძმაგიამაც აღნიშნა გვექნება აი ეს აღებული ერთობლივად ერთი ძალით ვილოცებთ, ვიმარხულებთ, შევუტევთ ბნელეთის ძალებს შედეგებიც იქნება ზურფასებო. შედეგები შეიძლება მყისიერად არ მოდის, მაგრამ აუცილებლად მოვა, იმიტომ რომ ღმერთი ის არის შუამდგომლობს და ლოცულობს და ღმერთი ის არის შუამდგომლობას და ლოცვას მრავალი რამ შეუძლია. ამენ. ბერს დიდება და მადლობა. ეშმაკის ტაქტიკა იცით რა არის? რაღაცა სიტუაციებში მოასუსტოს ეკლესია დააჯეროს ადამიანებს რაღაც ზურფასებო. მაგალითად ერთ-ერთი ტყუილი რაც არის რომ სექტანტები ხართ, იმდენი გვესმის რომ ხომ არ დაიჯერე მართლა რომ სექტანტი ხარ. შენ სექტანტი არა ხარ, შენ ქრისტეს ეკლესიის წევრი ხარ. შენ ღმერთის შვილი ხარ, ქრისტეს სისხლით გამოსყიდული ხარ. შენ დადგენილი ხარ აი ამ დროისთვის და უნდა იქადაგო სახარება. თუ შენ დაიჯერებ რომ სექტანტი ხარ, მაშინ სხვა თავზე გადაგივლის. მაგრამ ჩვენ ქრისტიანები ვართ. მე ვამაყობ იმით ვიფასებო რომ ამ ეკლესიის წევრი ვარ. იმით კი არა რომ ეკლესიის ეპისკოპოსი ვარ, ვამაყობ რომ ამ ეკლესიის წევრი ვარ. ვამაყობ რომ ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ, ვამაყობ იმით რომ ქრისტე შევიცანი, რომ ქრისტემ გამაცნო თავისი თავი, რომ შემეძლია ბიბლია ვიკითხო, რომ შემეძლია ყოველდღე ღმერთთან მოზიარეობაში ვიყო, ვილოცო და უფალი ამას ადასტურებს ჩვენ შინაგან ადამიანში რომ არ გვტოვებს და ჩვენთან არის ღმერთს დიდება და მადლობა. მერე გადის დრო და ადამიანები რომლებიც შეიძლება დღეს არაკეთის გუშინ არაკეთილმოსურნეები იყვნენ შენს მიმართ, დღეს შეიძლება კეთილმოსურნეები იყვნენ. დღეს შეიძლება თავისი ოჯახიც განდონ, თავისი შვილებიც განდონ. იმიტომ რომ დრო მაჩვენა რომ შენ ის ადამიანი ხარ, რომელი ადამიანიც იმსახურებს ნდობას, მორწმუნე, პატიოსანი, წესიერი. ამიტომ შემოზრფასებო, ჩვენ ცხოვრებას აზრი აქვს ამ ქვეყანაზე. არ დაიჯერ როდესაც ქვეყნიერება გეუნება. შენ იცოდე შენი ადგილი. შენ იცოდე ვინ ხარ იესო ქრისტეში. რაც არ უნდა თქვას ქვეყნიერებამ, უფლის თვალები მოპყრობილი არის შენს მიმართ. ამინ, ჰალელუია. 22 წლის ასაკში თუ 23 აღარ მახსოვს ზურფასებო რამდენი წლის ვიყავი, როცა პირველი ასეთი დაჯახება მომიხდა ყოფილი კომუნისტური რეჟიმის კაკებესთან და უსაფრთხოების სამსახურთან, როცა რაიონში, გურჯაანში კრებები დავიწყეთ და ეკლესია დავიწყეთ იმ ადგილზე, როცა პირველად დამიჭირეს და მიმიყვანეს ზურფასებო, პირველი ხმა იცით რა იყო გამომხნევებელი ზეციდან. იმიტომ რომ მაინც შეკრთა გული ადამიანები ვართ და შინაგანად ღმერთის სული ამბობს, ნუ გეშინია. ზეცის თვალები არის მომართული შენს მიმართ. და ესეთი გამომხნევებელი სიტყვა იყო ზურფასებო, ხმა რომელიც მოვიდა ჩემს სულში ზეციდან, რომელმაც დაილაპარაკა ჩემს გულში და მითხრა შვილო, ნუ გეშინია, ზეცის თვალებია შენს მიმართ მოპყრობილი. და როდესაც შევედი ზურფასებო, აი ესეთი დიდი ოვალური მაგიდა იყო. მარტო კინოებში თუ მინახიან ტელევიზორში იქ თეთრ სახშია ასეთი პუტინის მაგიდა არის ესეთი დიდი თავში როზის აი ესეთი მაგიდა იყო და თავში ზის აი ასეთი ჩასხმული უშიშროების თანამშრომელი უფროსი იმ რაიონისა და ორი შეხვედრა ჰქონდა. დეტალებს აღარ მოყვები.
2-3 საათიან 4 საათიანი საუბარი და იცით რას გრძნობდი პირველი მისი რეაქცია იყო რომ დამინახა ეს ვინ არისო მე მეგონაო წერებიანი მოხუცი შემოვიდო და ვიღაცაო ეს რა ახალგაზრდა ყოფილა მოდი ბიჭო აქა მისთვის ბიჭო ვიყავი დავჯექი ახლა იქ მაგრამ როცა ვისაუბრეთ ბიჭო აღარ ვიყავი მისთვის და მეორე საუბრის შემდეგ ზურფასებო მე მას ვეუბნები ბოლო ჩვენი ფრაზა ასეთი იყო მე ვიცი რომ თქვენ გავალებენ ზევიდან რომ გვდევნოთ მაგრამ ჩვენს გაგვიგეთ ჩვენ ზევიდან გვავალია რომ ვიქადაგოთ სახარება ჩვენ ჩვენსაც გავაგრძელებთ ამას არ შევწყვიტავთ თქვენ თქვენი გააკეთეთ მაგრამ ჩვენ ვლოცულობთ თქვენი გულისთვის სახარება ამბობს რომ ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის აკურთხეთ თქვენი მაწყევრები ჩვენ ვლოცულობთ თქვენი გულისთვის და გაკურთხებთ და აი ამ ბუმბერას ადამიანს ტანთან ჩემთან შედარებით რაღაცა მოუვიდა და მთელი გულით გაბზარული ხმით დიდი მადლობელი ვარ მითხრა და ისიც რა არის ზურფასებო იქიდან მე აღარ წამოსულარ ვიღაც პატარა ბიჭი ზურფასებო მე ვიცოდი რომ პატარა კი ვარ წლოვანებით მაგრამ ზეცის თვალები უფალმა მითხრა მოპყრობილია შენს მიმართ ნუ გეშინია ცოცხალბერს დიდება და ცხოვრებაში იმის შემდეგ თუ სადმე რაღაც შემხვედრია კიდე წინააღმდეგობა ყოველთვის მახსოვს ეს ხმა ზეციდან ზეცის თვალები მომართულია შენს მიმართ ჰალელუია ცოცხალბერს დიდება და მადლობა ჩვენი ძალით კი არა ჩვენი მაგარი ბიჭობით კი არა ჩვენ უბრალოდ ჩვეულებრივი სუსტი უძლური ადამიანები ვართ და უფალი რო არ იყოს საერთოდ გავქრებოდით მაგრამ როცა უფალი გვამაგრებს ჩვენ ყველაზე ძლიერები ვართ ცოცხალბერს დიდება და მადლობა ჰალელუია დიდებული არის ჩვენი უფალი დღეს რაზეც მინდა გელაპარაკოთ შემოძვრფასებო ზიარების წინ რამდენადაც დრო მოგცემს საშუალებას როგორც გითხარი ზვრფასებო რამოდენიმე მომენტი როცა უფალი ზევიდან გველაპარაკება ჩვენ ცხოვრებაში მრავალი ხმა ისმის როცა ვიბადები ჩვენ ქვეყანაზე და ოჯახებში ცხოვრობდით ჩვენ ყოველთვის გვესმოდა ვისი ხმა პირველ რიგში მშობლების ხმა გვესმოდა მშობლების დარიგება გვესმოდა მშობლების აღზრდელობა გვესმოდა შემდეგ როდესაც გავიზარდეთ ზურფასებო გაგვიშთა მეგობრები სკოლაში დავიწყეთ სწავლა ზოგმა ინსტიტუტში გააგრძელა საზოგადოება იქით მედია აქეთ შეიძლება პოლიტიკა კულტურა და ასე შემდეგ არა და ყველგან თავისი ხმა ისმის ყველგან თავისას გველაპარაკებიან ყველგან თავისი შეხედულება არის და ამ ხმებით ადამიანები ივსებიან და მინდა გითხრათ მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ხმა რომელსაც პირობითად დაუძახებ მე ხმა ზეციდან რომელსაც უნდა უგდებდეთ ჩვენ ყურს ზურფასებო და არის ერთ-ერთი ასეთი მუხლი რომელიც ზურფასებო აი ამ დღეებში ვკითხულობდი და რაღაცა გულში ჩამედო რომ აი ამის მიხედვით მე ლაპარაკა ზურფასებო დღეს და აი ეს მუხლი უბრალოდ გავარჩიოთ რას მოგცემს და რაში დაგვეხმარება ეს არის გამოცხადების მე-14 თავის მე-13 მუხლი და გავიგონე ხმაციდან რომელიც მეუბნებოდა დაწერე ნეტარარია მკვდარნი რომლებიც ამიერიდან უფალში იხოცებიან დიახ ამბობს სული რათა განისვენონ თავიანთი შრომისაგან და მათი საქმეები თან წახვება მათ ამენ აი ამ მუხლში ვხედავთ რამოდენი რამეს პირველი რომ ხმა ზეციდან გავიგონე უფალი ლაპარაკობს ზეციდან შემოძვრფასებო ამენ აი ამ მუხლში რამოდენიმე რამ მინდა რომ უბრალოდ ერთად გავარჩიოთ და გავიზიაროთ პირველი რომ ზეცა ჯერ კიდევ ლაპარაკობს მოდი ყველამ ვთქვათ ზეცა ლაპარაკობს ზეცა აგრძელებს დღესაც ლაპარაკს ჩვენ ცხოვრებაში და რაც იყო ზურფასებო გავიგონეო ხმა ზეციდან ეს შემთხვევითი სიტყვები არ არის ზურფასებო რაც აქ დაიწერა იმიტომ რომ ბიბლიაში ჩვენ ხშირად ვხედავთ რომ ღმერთი ლაპარაკობდა ბევრი მომენტები არის ზურფასებო ბიბლიაში როცა უფალი ელაპარაკებოდა თავის ხალხს თავის ერს მაგრამ გამოკვეთილა და ეს 4 მომენტი ჩანს როცა ზეციდან ისმოდა ხმა და ესმოდა ყველას იქ ყოფ ადამიანებს არის ისეთი ადგილების რომ თვითონ პიროვნებას ელაპარაკებოდა ზეციდან ხმა მაგრამ შეიძლება ის მარტო თვითონ ესმოდა მაგრამ აი ეს 4 გამოკვეთილი ადგილი პირველი ზურფასებო სინაის მთაზე როცა ღმერთი რჯულს აძლევდა თავის ერს ხმა ისმოდა ზეციდან ისეთი შთამბეჭდავი იყო ზურფასებო რომ ებრაელ ხალხს არ შეეძლო მისთვის მოესმინა და მოსეს ეუბნებიან შენ ელაპარაკე უფალს და შენ გითხარი თორე დავიხოცებით ჩვენ იმდენად დიდებული იყო ეს გამოვლენა
ადამიანებს ხანდახან უჭირთ ძვირფასებო ღმერთის დიდების წინაშე გაჩერება, მაგრამ თუ მოსე იდგა ღმერთის დიდების წინაშე და შეეძლო, დღეს ნებისმიერ ჩვენთაგანს უნდა შეგვეძლოს, რომ მოусმინოთ ღმერთს. ღმერთი ლაპარაკობს დღეს. უფრო მეტად შეიძლება შინაგანად ადამიანთა გულებში, მაგრამ ბიბლიაში ჩვენ გვაქვს ადგილები. თუმცა ხშირად არა, მაგრამ იშვიათად ღმერთი ზეციდან ლაპარაკობდა და ადამიანებს ესმოდათ. ეს იყო როცა რჯულს აძლევდა თავის ერს. ეს არ იყო პატარა მოვლენა, ეს დიდი მოვლენა იყო. ჩვენ შეიძლება მივეჩვიეთ, რომ ვკითხულობთ, რომ ღმერთი რჯულს აძლევდა თავის ერს, მერე რა? არა, ძვირფასებო, ეს უდიდესი მოვლენა იყო. და საერთოდ აბრამიდან დაწყებული ძვირფასებო ჩვენ ხედავთ, ამოქმედდა ღმერთმა ამოქმედა თავისი გადარჩენის გეგმა, რომელიც ჰქონდა ადამიანზე. და ვხედავთ ჩვენ ძვირფასებო, რომ ეგვიპტის მონობა და მიქიდან გამოსვლა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ხსნის გეგმისა. და პირველად კაცობრიობის ისტორიაში, როცა სხვა ერები თაყვანსწრებდნენ კერპებს, ვხედავთ პირველად კაცობრიობის ისტორიაში ღმერთი თავის ერს დაელაპარაკა ასეთი შთამბეჭდავის სახით და მისცა რჯული. რჯული, რომელიც გახდა ქვეყნიერებაზე, დღეს თანამედროვე მსოფლიოშიც კი საფუძველი მორალისა და ზნეობისა. ეს უდიდესი მოვლენა იყო და ღმერთი ლაპარაკობდა. იესოს ნათლობის დროს გახსოვთ ხმაზეციდან, ეს არის ჩემი საყვარელი ძე. ამინ, ჰალელუია. ფერისვალების დროს ფრთაზე, როცა ფერი იცვალა, იქაც მოისმა ხმა და მოციქულებმა მოისმინეს, რომ მას უსმინეთო. ანუ ღმერთმა ილაპარაკა იესოზე ზეციდან. მარტო ის კი არ იყო, რომ დაწერილი ასრულდა და ვიღაც დაიბადა, მოწმობა იყო. ხმა მოისმინეს ძვირფასებო მათ. ნათლობის დროს იოანემ მოისმინა და იმყოფებმა, ფერისვალების დროს მოციქულებმა კიდევ ერთხელ მოისმინეს. მაგრამ ასევე ხედავთ იოანეს 12:28-ში, როცა იესო ფარისეულებსა და მწიგნობრებს ელაპარაკებოდა, განადიდე უფალო, ღმერთს უთხრა, ამბავ, განმადიდეო მე. და იცით ამ დროს რა იყო? ისევ ზეციდან მოისმა ხმა. განგადიდე და კვლავაც განვადიდებ. ამინ? განვადიდე და კვლავაც განვადიდებ. და იცით რა წერია შემდეგ მუხლებში? ადამიანები ვინც იქ იყვნენ ამბობდნენ, ჭექა ქუხილის ხმა, გვირგვინვის ხმა მოვისმინეთო ჩვენ. მაგრამ იესომ თქვა, ეს თქვენთვის თქვა უფალმა. ანუ ღმერთმა ზეციდანაც დაამოწმა, რომ იესო მისი წარმოგზავნილი იყო. ღმერთს დიდება და მადლობა. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ დღესაც იგივე ხდება. შეიძლება ქვეყნიერება და ადამიანები სხვა რაღაცას ლაპარაკობენ. შეიძლება ჩვენ სხვა ხმები გვესმის, მაგრამ არის ხმა ზეციდან. ადამიანი შეიძლება ამბობს, რომ ყველაფერი დასრულდა, არაფერი აღარ არის მოსალოდნელი და შემხედრია, იცით, მორწმული ადამიანი ამბობს, გამოღვიძება, ამ ქვეყანაში აღარ იქნება. აბა რისთვის ცხოვრობთ მაშინ? ამ ქვეყანაზე, აბა რისთვის არის ეკლესია, რომ ჩვენი ჭია გავახაროთ? არა, ძვირფასებო. თუ ეშმაკი ამბობს, რომ გამოღვიძება აღარ იქნება, ღმერთი სხვა რაღაცას ამბობს, მე არ დამისრულებია სამუშაო. ამინ? დიდება უფალ ძვირფასებო. ღმერთი ამბობს, რომ არაფერი არ არის დასრულებული. ყველაფერი წინ არის. და ჩვენ ცხოვრებაში ჩვენ უნდა განვადიდოთ ღმერთი. ქვეყნიერება შეიძლება დღეს ამბობს, რომ ირგვლივ სიკვდილია, ქაოსია, უბედურება, ომია, ძვირფასებო, მაგრამ ზეც ამ დროს ეკლესიას გამარჯვებაზე ელაპარაკება. ჰალელუია, ღმერთს დიდება და მადლობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მორწმუნეებმა ძვირფასებო ვისწავლოთ, რომელი ხმა არის საბოლოო ავტორიტეტი ჩვენთვის. ჩვენ ცხოვრებაში ისმის ხმა ზეციდან. ჩვენ ცხოვრებაში ისმის ხმა უფლისგან. და ეს გვესმის ჩვენ ყოველკვირეულად. ნუ მოусმენ სხვა ხმებს. არის ხმები შენ ცხოვრებაში, რომელიც გაშორებენ რწმენას. არის ხმები შენ ცხოვრებაში, რომელიც გაშორებენ დაძმებს, ეკლესიას, ბიბლიურ ფასეულობებს. არც ერთ ხმას არ მოусმინო. მოусმინე ხმას, რომელიც ზეციდან არის და რომელსაც წმინდა წერილის მეშვეობით გველაპარაკება უფალი. ამინ. გარჩევა უნდა ვისწავლოთ. ხმების გარჩევა უნდა ვისწავლოთ, რომელი ხმა უფლისგან და რომელი ხმა არ არის უფლისგან. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ ძვირფასებო. ხანდახან ერთი ძველი მორწმუნე ძმა, რომელსაც არ იცნობ, ზოგიერთებს ახსოვთ, ძმას ანდრო ყავდა ესეთი მახარაშვილი
და ისიც ზურფასება მანისო და ხოლმე ასეთი თქმა ეშმაკსო შედარება გააკეთა ერთხელ 300 კოსტუმი აქვს პირობითად თქვა ანუ ფერს იცვლის სხვადასხვა სახით მოდის სხვადასხვა მიდგომით მოდისო და კატასავით რბილად დადის რომ მისი ხმა არ გაიგო აი ესეთი შთამბეჭდავა დაგვიხსნა რომ სხვადასხვა მეთოდები გააჩნია შემპარავი სიარული აქვს კატა არ ხმაურობს არა ქუსლებით ბაკუნით არ დადის და ესეთ რა ეშმაკს უნდა რომ შემოგვაპაროს ხანდახან რაღაცეები შეიძლება ღვთისმოსაობის ფორმით იყოს ან სხვა რაღაცით მაგრამ მოდი ვისწავლოთ ხმის გარჩევა ღმერთის ხმა რომელიც მოდის ზევიდან ჩვენ გვაახლოვებს ერთმანეთთან გვაახლოვებს ღმერთთან გვაახლოვებს წმინდა წერილთან გვაახლოვებს ეკლესიასთან გვაახლოვებს იმ მარადიულ ფასეულობებთან რომელიც უფალში არის ამენ ცოცხალყრის დიდება და მადლობა ამიტომ უნდა ვიცოდეთ ძვირფასებო რა გარემოებში დაიწერა იცით ეს წერილი ეს იყო პატმოსის კუნძულზე როცა იოანე გადასახლებული იყო როდესაც ეკლესია დევნაში იყო შეიძლება მის გარშემო ყველაფერი ირყეოდა მაგრამ ზეც აგრძელებდა იოანესთან საუბარს რადგან თქვენ თაგას გჯერათ ასე რომ იოანეს მტრებმა როცა იოანე დააპატიმრეს და პატმოსზე გადაასახლეს მიზანი ჰქონდათ რომ იოანეს წიგნი უნდა დაეწერა იქ არა რა თქმა უნდა იოანე გაგზავნეს რომ იქ უნდა ჩამკვდარიყო უნდა მომკვდარიყო პატმოსის კუნძულზე გადასახლებული ადამიანი მიგდებული ადამიანი მაგრამ უფალმა წიგნი დააწერინა ვისაც წიგნი დაუწერია იცის უნდა დაждდა საათები და თუმცა მე არ ვიცი ახლა ეს რა არის დავაპირე ერთხელ და დავონებე თავი მეთქი ეს ჯერ ჩემთვის არ არის ხო ვირჩევნია ჯერ ვიქადო ამას დრო არ დავხარჯო იმიტომ რომ ამას თავისი ცოდნა და თავისი ის უნდა თავისი კომფორტი უნდა დაждდე მოიფიქრო დაждდე მაგრამ იოანე გადასახლებული ეს მის ხმა ზეციდან და ზეციდან ხმა შემდეგ იცით რა შეუნება მეორე რასაც ხედავთ ამ მოხში დაწერე ხმა ესმის დაწერე დიდი სიამოვნებით ვიქნები ასეთი მწერალი თუ მეტყვის და დავწერე მაგრამ რაღაცა რომ მოიგონო და შენი გამოცდილება გაუზიარო აბა სხვა თავი ჭირდება და შეიძლება კარგა ხანი თავი ვერ მოაბა მაგრამ იოანე იმ გაჭირებულ მდგომარეობაში ისმენს ზეციდან ხმას და ის ხმა ეუბნება დაწერე რატომ ძვირფასებო იმიტომ რომ ადამიანების მეხსიერება არის სუსტი ღმერთი ყოველთვის მისი მეთოდი იყო როცა წინასწარმეტყველებს ელაპარაკებოდა ძველ აღთქმაშიც მე ეუბნებოდა დაწერე ჩაიწერე ყოველი სიტყვა რატომ შემოძვირფასება იმიტომ რომ ადამიანის მეხსიერება არის სუსტი გარემოებები იცვლება ემოციები იცვლება ადამიანისა მაგრამ ღმერთის სიტყვა რომელიც მოდის ზეციდან და რომელიც იწერება ის უცვლელი არის ის არ შეიცვლება ამიტომ ეს უნდა ვიცოდეთ ძვირფასებო რომ ჩვენი იმედი და ჩვენი გრძნობები და ჩვენი რწმენა რაზეც ვლაპარაკობ ჩვენ ეს არ არის დაფუძნებული ადამიანის გონებაზე, ადამიანის სიბრძნეზე, ადამიანის გამოცდილებაზე და ადამიანების ემოციებზე, მაგრამ სიტყვა ღმერთისა ძვირფასებო, ანუ ჩვენი იმედი ეს არის დაფუძნებული ღმერთის სიტყვაზე. ღმერთის სიტყვა, რომელიც მარადიული არის. ჩვენ შეიძლება გვემკითხავა დღეს გადმოცემებით რო ყოფილიყო იოანეს ასე უთხრა ღმერთმა მეორე შეიძლება ასე კი არა ასე უთხრა იმიტომ რომ გადმოცემებით ხო იცით ადამიანები იბნევიან ზოგი თავისას ამატებს შემდეგ რაღაცას მაგრამ ღმერთი როცა ლაპარაკობდა თავის წინასწარმეტყველს ეუბნებოდა დაწერე რომ ის დაწერილი ყოფილიყო დარჩენილი უტყუარი შეუმცდარი და ყველა ადამიანს ესწავლა იქიდან ამენ ღმერთს დიდება და მადლობა ამიტომ მოდი ეკლესია ერთ რაღაცას შევთანხმდეთ დაწერილი სიტყვა რომელიც გვაქვს ჩვენ ამ წიგნის სახით მოცემული ეს არის ჩვენ ცხოვრებაში საბოლოო იმედი და საბოლოო ავტორიტეტი ამენ ღმერთს დიდება მესამე რასაც ვხედავ ჩვენ ამ მოგში ძვირფასებო ეს არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი განცხადება ნეტარ არიან მკვდარნი როგორი უნდა იყოს მკვდარი ნეტარი იმიტომ რომ ძვირფასებო სოფლიო დღეს და ყოველი ჩვენთაგანი ალბათ სიკვდილში კარგს ვერაფერს ვერ ხედავთ და არც ღმერთს არ უთქვია რომ სიკვდილი კარგი არის სიკვდილი ეს ცოდვის შედეგი არის ქვეყანაზე მაგრამ იცით რა არის ძვირფასებო როცა ადამიანები ამას ტრაგედიად მიიჩნევენ იესომ გვითხრა ჩვენ და ხმა ზეცი და როცა მოისმინა იოანემ თქვა ნეტარ არიან მკვდარნი რომელიც ამიერიდან უფალში იხოცებიან ანუ ესე კი რა არის ძვირფასებო ზოგიერთი
კატეგორიის მკვდარს, მოდი ასე ვთქვათ, პირობითად ღმერთი ამბობს, რომ ნეტარები არიან ესენი. ვინ არიან ეს ადამიანები ზურფასებო? როგორც უკვე გითხარით, რომ არ არის კარგი სიკვდილი და ბიბლია სიკვდილს საერთოდ მტერს უწოდებს. მაგრამ ქრისტემ სიკვდილით გაიმარჯვა სიკვდილზე. ამენ. აღდგომას გახსოვთ ერთ-ერთი ეს ფრაზა, სიკვდილითა სიკვდილისა დამთვრუნველია რა. ქრისტემ მიიღო სიკვდილი და ამ სიკვდილზე გაიმარჯვა, იმიტომ რომ კუდრეთით აღსდგა. ჰალელუია, ცოცხალ ღმერთს დიდება. და იცით რა არის, რომ ამიტომ დღეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ ქრისტიანებმა, ქრისტიანისთვის ზრფასებო, რა თქმა უნდა, სიკვდილი სასურველი არასდროს არ არის არც ერთ სიტუაციაში, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ, ეს ჩვენი საბოლოო განაჩენი არ არის. სიკვდილის საბოლოო განაჩენი არ არის. ამენ. მოდი ყველამ ვთქვათ, სიკვდილის საბოლოო განაჩენი არ არის. ჰალელუია. ისე სიკვდილი როგორ განიხილება ქრისტიანული თვალთახედვითა და აზროვნებით ზრფასებო, სიკვდილი არის კარი ამ ცხოვრებიდან იმ ცხოვრებაში შესასვლელი. ეს არის გადასვლა, ეს არის სახში დაბრუნება. აი ქართულად ძალიან კარგი სიტყვა გვაქვს გარდაიცვალა. ისი არ წერია სიტყვა მოკვდა რო არის ხო? ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ კარგი სიტყვა გვაქვს ზურფასებო, ეს არის გარდაქმნა, გადასვლა ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში. ეს კარი არის, როცა დროებითიდან მუდმივობაში გადადიხარ. ეს ხიდია გადასასვლელი, რომელიც ჩვენ გვაშორებს იბუხილავს სამყაროს მარადიულობას და დროებით სამყოფელს. ამიტომ სიკვდილი ქრისტიანული თვალთახედვით ასე განიხილება, შემოძურფასებოა. ამიტომ იცით რა, პავლეც კი ამბობს, რომ ჩემი სიცოცხლეო, იცით ამბობს ქრისტეა. მაგრამ სიკვდილზე რა თქვა? მოგებაა. თუმცა მოციქული პავლე ამბობს, რომ თავის ცხოვრებას როცა აკვირდებოდა, თავისი ცხოვრების გამართლებას იმაში ხედავდა, რომ მე აქ როდესაც ვარ, თქვენთვის არის სასარგებლო, ღვთის საქმისთვის იყო სასარგებლო, მაგრამ არჩევანი თუ მიდგებოდა, მისი გული საითკენას ესწრაფოდა, ეს იყო მუდმივობა. ამინ. ვერც დიდება და მადლობა. ნახეთ, ეს ადამიანი იმდენად იყო ამით შთაგონებული. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს ქვეყანაზე, ჩემთვის რომ მიფიქრია, ხო? ისიც ყოფილა ცხოვრებაში ისეთი მომენტები, რომ მithქვია, უფალო, წამიყვანი, აღარ მინდა რა, ამ ქვეყანაზე ყოფნა. იყო ხოლმე ესეთი მომენტებიც, არის როცა ადამიანს რაღაცა მოეძალება, მძიმეა, რაღაცეები და მაგრამ ისიც რა, როცა ღრმად მიფიქრია, რა მირჩევნია, აი ამ ქვეყანაზე ცხოვრება იმით არის მომხიბვლელი დღეს, რომ რაც შეიძლება მეტი გააკეთო უფლისათვის. რაც შეიძლება მეტი იშრომო უფლის წინაშე, ის დრო მაინც დადგება. ის დრო არ სადარწავა, ადრე იქნება თუ გვიან იქნება, ჩვენ წავალთ ამ ქვეყნიდან ზრფასებო. მაგრამ აი ეს დრო, რომელიც ამ ქვეყანაზე გვაქვს მოცემული ზრფასებო, მოდი ზრფასებო, ვიყოთ ქრისტეში. სიცოცხლე ქრისტეა, ჩვენი. სიკვდილი მოგება არის. როცა ის დრო დადგება, ღმერთს დიდება და მადლობა. მაგრამ აქ არის ერთი სიტყვა ზრფასებო, ნეტარ არიან მკვდარნი, რომლებიც ამიერიდან უფალში იხოცებიან, უფალში. რას ნიშნავს ზურფასებო? უფალში ნეტარ არიან, ორი სიტყვა, ნეტარი არიან და უფალში. აი ეს უნდა გავანსხვაოთ ზურფასებო ჩვენ, ეს ორი სიტყვა მთელ სახარებას იტევს ფაქტიურად და უნდა ვიცოდეთ, რომ რას ნიშნავს უფალში სიკვდილი. ეს არ არის ზურფასებო, უბრალოდ ახლა ჩვენ შეიძლება რაღაცებს მივეჩვიეთ, რომ კარგი სიკვდილი რა არის, რას ნიშნავს ახლა, ხო ვანსხვავებთ ხოლმე. პირველი კითხვა ჩვენი რა არის ხოლმე, ვიღაცა რო გარდაიცვლება. რას ვეკითხებით ხოლმე? აი ჩვენ მორწმუნეებს რომ მოინანია, უფალში იყო, უფალში წავიდა და როცა ჩვენ ხელმოსაჭიც რაღაცას ვგებულობთ, რომ ან სიკვდილის წინ სიტყვა უთხრა ადამიანმა, ან ცრემლი წამოვიდა და ილოცა, ხო? ჩვენთვის ეს არის ხოლმე დიდი ნუგეში, ამენ. მე მახსოვს, როდესაც ირწმუნა ჩემმა ოჯახმა, მამაჩემს აუხედრდნენ თავისი ძმები, სამი ძმა ხავს, მაგრამ ორი განსაკუთრებულად. უფროსი ბიძა და უმცროსი ჩემზე 3 წლით უფროსი იყო. რა იყო მათი ამხედრების მიზეზი? შეხო წახვედიო იქაო. ეს რაღაცა წაიყვანეო. როცა მე ვირწმუნე და მოვედი ეკლესიაში, ძალიან განიცადეს და რატო განიცადეს? იმიტომ რომ უფროსი ძმისშვილი ვიყავი, ძალიან უყვარდი მათ, სახელიც კი უფროსმა ბიძამ დამარქვა მე. და ისიც რა არის, ყოველთვის იმით ამაყობდნენ ხოლმე, რომ აი როცა ხვდებოდით ხოლმე ჯარამდეც, რომ აი ამაყობდნენ, რომ შემეძლო მათთან ერთად დავსდარიყავი სუფრაზე, ნანახი ვყავდი რაღაც საქმეებში და ამით ამაყობდნენ ხოლმე რა და რომ
ჩამოვედი ჯარიდან ერთი кейფი მოვასწარი მათთან და მეორე დრო შევხვდით მეთქი მე აღარა ვსვავ რატო ეკლესიაში წავედი მორწმუნე გავხდი და აი დაიწყო ყველაფერი მერე ხო და დაღუპეს ბავშვიც წაიყვანე იქა და რა ვიცი აი სერიოზული პრობლემები იყო და არასდროს არ უსმენდნენ ხოლმე მამა ჩემის სიტყვას და ბოლოს როდესაც ჩემი უმცროსი ბიძა დაავად და ოპერაცია გაუკეთეს გვერდზე გამოუტანეს სწორი ნაწლავი 10 წელი იცხოვრა ასე შემდეგ ისევ მეორე მხარეზე დაჭირდა ოპერაცია და აიღო ხელი უკვე და ეკი მეუნებოდა ჭამე რო კუჭი ამუშავდეს მაგრამ აღარ უნდა ცხოვრება აღარა ჭამდა აი ასე უნდა რომ მომკვდარიყო და როცა უკადაგებდი მეუნება ასეთ რაღაცას როცა უკადაგებ რომ მოინანიე სამუდამო სიცოცხლე მეუნება აბა რა ვიცი რასაც მელაპარაკები არსებობსო აი რა უნდა უთხრა ამ დროს ადამიანს რომელსაც არ სჯერა ამისი ვდებით არ ქონდა მას მაგალითად შენ პროტესტანტი ხარ მე მართლმადიდებელი არა საერთოდ ურწმუნო იყო არა სამდა რა უთხრა ჩემთვის ფიქრობდა უფალი იძლევა ამ დროს სიტყვას და ვეუბნები მე რა მომისმინე შენ ხო გინდა ეხლა რომ მოკვდე კი მინდაო აბა დაფიქრდი მეთქი შენ მე მეუნები აბა რასაც მელაპარაკები რა ვიცი აბა მართალია ხო მეუნები ამას კიო აი შენ რომ მოკვდები ეხლა აბა დაფიქრდი ვაი თუ მართალია რასაც გელაპარაკები მე რასად მიდიხარ და იქ გადყდა რა გავაკეთო მეუნება მოინანიე და ირწმუნე ვილოცეთ იქვე ზურფასებო მან გაიმეორა ლოცვა ილოცა მოინანია და იცით რა არის აი ნეემიას გულის ტკივილზე რო გელაპარაკებოდით აი განვისდიდი აი მგზნობას კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ ავდიოდი დღე გამოშვებით ავდიოდი მოუნათლე ზიარება მიიღო მერე დაუჯახა ცორშვილს პატიება სთხოვა მათ თუ რამე გაწყეინეთო შეიძლება თქვა რომ განსაკუთრებული რა მოხდა აი რო გცნობოდათ ის ადამიანი მიხვდებოდით განსაკუთრებული რა იყო ჩემთვის ეს იყო ნიშანი რომ აღლიდან იშვა ბოდიში კი არა სულ თოფით დაძდებდა ხოლმე რაღაც ისე უშლიდა ხოლმე ნერვებს მაგრამ პატიება ითხოვა და ცოლის და მეუნება იმ დროს იქ არ ვიყავი რო კვდებოდაო შევიხედეო და თვალდახუჭული ვიღაცას უღიმოდაო მე მჯერა რომ ისი სული გადარჩენილი არის მაგრამ ზურფასებო იცით რა მინდა გითხრათ უფალში როცა ვლაპარაკობთ უფალში ზურფასებო ვიღაცაზე რო გებულობთ პირველი ჩვენი კითხვა არის მოინანია და როცა ჩვენ ვგებულობთ რომ ადამიანმა მოინანია უკვე ღმერთის მადლის იმედი გვაქვს როგორც ავაზაკი შევიდა ჯვრიდან არც მონათლულა შეიძლება არც სულიწმინდა არ მიუღია იმიტომ რომ სხვა დრო აღარ აქონდა შეიძლება ჩვენი ქადაგებით ადამიანები ესე წავიდნენ უფალში ამენ ამიტომ ზურფასებო ჩვენ როცა ვფიქრობთ კარგი სიკვდილი იმას კი არ ნიშნავს რომ ადამიანი მხოლოდ ეკლესიაში დადიოდა ბევრი კეთილი საქმე გააკეთა არა უბრალოდ იცით რა არის არა უბრალოდ კარგად იცხოვრო მაგრამ იყო უფალში ყოფნა ეს უფრო ღრმა რამე არის შემოზრფასებო ჩვენ შეიძლება იმით შევაფასოთ დადიოდა ეკლესიაში ავაზაკი ეკლესიაში არ დადიოდა დიახ მას რო ქონოდა დრო რო ჯვრიდან ჩამოსულიყო ეკლესიაში ცივლიდა წყლის ნათლობასაც მიიღებდა სულიწმინდის ნათლობასაც მიიღებდა ყველა ამ პროცედურას გაივლიდა აუცილებლად მაგრამ მე სიკვდილზე ვლაპარაკობ ქრისტეში მან ჯვარზე მოინანია და იესოს უთხრა უფალო შენ სამოთხეში გამიხსენე სასუფეველში სამეფოში და ქრისტემ რა უთხრა დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეში ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა ჰალელუია ამიტომ შემოზრფასებო ადამიანი ნეტარი იმიტომ კი არ ხდება რომ კარგი იყო კარგი ადამიანი იყო ადამიანები ინანიებენ იმ მდგომარეობაში კარგი კი არ იყო მაგრამ თავარი ნეტარება იმაშია რომ უფალში იყო იმ დროს უფალში იყო შემოზრფასებო ღმერთს დიდება და მადლობა ამიტომ უნდა ვიცოდეთ რომ იესო მრავალი მაგალითი მოგვიყვანა როგორც ნოე იყო კიდობანში ეს წინასწარ ესეთი მაგალითი მოგცა ზურფასებო ესეც რაღაც ამითაც რაღაცას ღმერთი ძველ აღთქმაში გვასწავლიდა და იესო მას თქვა როგორც ნოეს დღეებში იყო როგორც ნოე იყო კიდობანში შემოზრფასებო ასე უნდა ვიცოდეთ ჩვენ როგორც ისრაელი პასექის დროს მათი ხსნა მათი კარგი ადამიანობით ხო არ მოვიდა კრავის სისხლი რო წაუსვეს თავიანთ წირთხლებს
და ღმერთში იყვნენ, ამიტომ მოვიდა ხსნა და გადარჩენა. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ძვირფასებო, რომ ქრისტეში არის მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოება და ქრისტეში სიკვდილი ნიშნავს იმას, ძალიან მოკლედ რომ თქვა ძვირფასებო, როცა ადამიანმა შეიცნო იესო ქრისტე და აღიარა საკუთარ უფლად. როცა მას ეპატია ცოდვები. იმიტომ როცა აღიარებს საკუთარ უფლად, ადამიანი ღმერთს მას ცოდვები ეპატიება. და დარჩენილი ცხოვრება ცხოვრობს ქრისტესთან ერთობაში. ამინ. და სიკვდილის მომენტშიც კი მასთან რჩება შემდეგ ადამიანი. წარმოვიდგინოთ, ჩვენ ესეთი მაგალითი გვაქვს სტეფანე, საქმე მოციქულთა მე-7 თავში წერია. ქვების ჩაქოლვისას ძვირფასებო, ის არ ატიროდა, არ იწყევლებოდა, არ ილანძღებოდა. ნახეთ, ქრისტეს უმზერდა, ქრისტეს ხედავდა. და მისი ლოცვას დაუკვირდით, ქრისტესნაირი იყო, მიუტევე უფალო, არ იცია რასაკეთებენ მამაო. ქრისტეს ხო ამას ლოცულობდა გოლგოთის ჯვარზე. სტეფანე სიცოცხლეშიც უფალთან იყო და სიკვდილის დროსაც უფალთან იყო და უფალში იყო. დიდება ღმერთს ამისთვის. ამიტომ ძვირფასებო, მოდი დღეს უბრალოდ შენ თავს გულწრფელი კითხვა დაუსვი, დარწმუნებული ხარ, რომ აი როცა გარდაიცვლები, დღესაც რომ მოხდეს ეს დრო, ხარ უფალში. ცხოვრობ უფალში. თუ იმე დღეს პირველად არის აქ მოსული, მინდა ეს შენ თავს დაუსვა კითხვა, ხარ უფალში. თუ შენ წლების განმავლობა ეკლესიაში დადიხარ და არ ცხოვრობ იმ ფასეულობებში, ხარ უფალში. ამიტომ დაგვეხმაროს ღმერთი. ამინ. კიდევ ერთი სიტყვი ამიერიდან. ამაზე არის შეიძლება 100 სხვადასხვაობა არსებობს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვიცოდეთ, რომ გამოცხადების 14-13-ის კონტექსტში, როცა იოანე აი ამ სიტყვას წერს, ღმერთი იმ ხილვაში რა პერიოდს აჩვენებდა, იცით? ეს ის პერიოდი იყო, როცა გამოცხადებაში 14 თავში იოანე აღწერს 3 ანგელოზის მოქმედებას. პირველი ანგელოზი ახარებდა ძვირფასებოს ახარებას ხედავ ჩვენ და მოუწოდებდა მოლანიებისკენ. მეორე აცხადებდა ბაბილონის დაცემას. ეს არის ადამიანური სისტემისა და სრულ რელიგიის დასასრული. ეს წერია გამოცხადებაში. ასევე ხედავთ მესამე ანგელოზი აფრთხილებდა, რომ ხეცის ნიშანი არ მიეღოთ და ვინც მიიღებდა ხეცის ნიშანს, ისინი აღმოჩნდებოდნენ საფრთხის ქვეშ. და აი ამ კონტექსტში, აი ამ ფონზე შემდეგ იოანე ამბობს ამიერიდან. ანუ ეს ის პერიოდია და ბიბლიის კომენტატორები ამბობენ, რომ კონტექსტის მიხედვით ის პერიოდი იგულისხმა. მაგრამ ასევე შემოძვირფასებო, ეს არის საყოველთაო პრინციპი. ვთქვით? იმიტომ რომ სიტყვა ამიერიდან შემოძვირფასებო, ეს იწყება ათვლა ჩვენთვის დღეს თანამედროვე მორწმუნეებისთვის საიდან, როცა ქრისტე მივიღეთ ჩვენ. როცა ქრისტეში ცხოვრება დავიწყეთ ჩვენ. იმიტომ რომ ეს პრინციპი თუ იმ კონტექსტში, იმ მომენტიდან, იმ ხალხს ეხებოდა და ამხნევებდა სახარება, რომ ამიერიდან ქრისტეში დახოცილები, ნეტარები ხარ თქვენ, ვინც უფალში იხოცები თქვენ. მაგრამ იგივე შეიძლება დღეს გამოვიყენოთ, შემოძვირფასებოა, როცა ადამიანები დღეს ყოველდღიურად ქრისტეში არიან ქვეყნები, სადაც კვდებიან იესოს სახელის გულისთვის, ხო ვიცით ეს და გვსვენია რა? ის ადამიანებიც ამ სიტყვით ხელმძღვანელობენ, ნეტარი არიან, უფალში დახოცილები და მიდიან ამ სიკვდილზე ძვირფასებო. ანუ ეს საყოველთაო პრინციპია და მათაც ეხება ძვირფასებო და ყველა ადამიანს ეხება დღეს, სანამ ცოცხლები ვართ ჩვენ, რომ ვიცოდეთ ეს შემოძვირფასებო. რათა განისვენონ თავიანთი შრომისგან. რაზე აქ ლაპარაკი ძვირფასებო? რა არის ადამიანის შრომა? დღეს ძვირფასებო, აქ ზეცა უსაქმურების ადგილი არ არის. მე მინდა გითხრათ შემოძვირფასებო, რომ უბრალოდ როცა წერია განისვენებენ, აქ არის ლაპარაკი, რომ დასრულდება ბრძოლა, აღარ იქნება ზეცაში, აღარც ცოდვასთან ომი, აღარც დუნება, აღარც ავადმყოფობა, აღარც წრემლი, აღარც დაღლა, აღარც მარცხი. აი რაც კი ქვეყანაზე გვხდება ზეცაში, ეს ყველაფერი აღარ იქნება უფალთან. იმ სამყაროში ეს ყველაფერი დამთავრდება. მოისვენებენ ადამიანები და მინდა გითხრათ, რომ მორწმუნე პირველად მაშინ მოისვენებს სრულყოფილად.
ისე ცხოვრებაში მინახე ესეთი მომენტები, რომ ახსოვს შემთხვევა, რომ ახალგაზრდა ადამიანი სამონტყოფოში იწვა, ექიმებმა ხელი აიღეს, აღარ ქონდათ მათ იმედი, როცა ახლობლები და ოჯახი და ჩვენც რა თქმა უნდა განვისდით წლების წინ იყო, აღარ დავასახელებ სახელსა და გვარს, შეიძლება ბევრი არც იცნობდეთ, მაგრამ ახალგაზრდა ადამიანი და იცით რა კეთხვებს ამხნევებდა, რომ დავისვენებ მე დედა, მამა, ნუ წუხართ ამაზე, მე ქრისტესთან ვიქნები. ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ზურფასება. ახალგაზრდა ადამიანმა იცოდა, რომ აი ეს ავადმყოფობა რომლისგანაც ნუ არ განთავისუფლდა, რომ ეს დამთავრდებოდა. დამთავრდება ავადმყოფობა, დამთავრდება ცოდვასთან ჭიდილი, აბსოლუტურად ყველა პრობლემა და წერია, რომ განისვენებენ, ეს იქნება სრულყოფილი დასვენება. ან არიან ადამიანები, ვისაც დევნიან ქრისტეს სახელის გამო ემუქრებიან მოკლავთ, მაგრამ ის ეუბნება, ჩემს სხეულს მოკლავთ, მაგრამ ჩემი სული უფალთან განისვენებს. ამინ. ვერს დიდება და მადლობა, ჰალელუია. ამიტომ ღმერთი ჩვენ ნეტარებას გვპირდება ძვირფასება. ამიტომ მორწმუნეებმა უნდა ვიცოდეთ, აი ეს ჭეშმარიტებები, რომელზეც სახარება გველაპარაკება ჩვენ. და ბოლოს მინდა გითხრათ, მეშვიდე რასაც ზღვამოხილ ყურადღებას. მათი საქმეები თან წაყვება მათ. ცოტა დასაფიქრებელი მომენტი არის ეს შემოზრფასება. რა თქმა უნდა, სწორედ გამიგეთ ახლა, რომ აქ დავიცოთ ბალანსი, რომ ჩვენ გვჯერა, რომ გადარჩენა საქმეების მიხედვით არ არის, ეს მადლით არის. აქ გადარჩენის საქმეებზე არ არის ლაპარაკი ზრფასება. მაგრამ როდესაც ვლაპარაკობ ჩვენ, რომ საქმეები თან გაჰყვებათ მათ, მინდა გითხრათ, რომ თუ გადარჩენის საფუძველი მხოლოდ მადლი არის, ჩვენი საქმეები მოწმობს იმის შესახებ, რომ ნამდვილად ცხოვრობდი ქრისტეში. შეიძლება რომ გადარჩენილი იყო და შენი საქმეები სხვა რამეს ლაპარაკობდეს, შეუძლებელია. ჩვენ ღმერთმა საქმეების გარეშე მოგცა პატიება და გადარჩენა, როცა მოვინანიეთ. მაგრამ ჩვენ ახალ ცხოვრებასა დასტურებს ჩვენი საქმეები. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. და როცა მივდივართ უფალთან, ჩვენი ეს საქმეები, რწმენის საქმეები, ჩვენი სიწმინდე ეს არის ჯილდო და შეფასება უფლისგან. იმიტომ რომ წერია, რომ ჩვენ ყველანი ქრისტეს მართლმსაჯულების წინაშე დავდგებით. განა იმის გამო დავდგებით, რომ გადავრჩებით თუ არ გადავრჩებით, მაგრამ იცით რა, ბიბლია ლაპარაკობს და ღრმად ამ თემაში ახლა არ შევალ, ლაპარაკობს გვირგვინებზე, ჯილდოებზე, ვარსკვლავისგან განსხვავდება დიდებით, ზოგს 5 ქალაქზე დააყენებს, ზოგს 10 ქალაქზე დააყენებს. ანუ ზრფასება, ეს ცოტა უფრო ღრმა თემა, რომელზეც ბიბლია ბოლომდე არ გველაპარაკება და ერთი რამ ცხადია, იქნება შეფასება, იქნება ჯილდოები. და მოციქული პავლეც ამბობს, მსახურებს ეხებოდათ ეს, როცა ლაპარაკობდა, რომ ვინ რაზე აშენებთო, ოქროზე, ვერცხლზე, ძვირფას თვალზე თუ ნამჯა, თივა და ხე. ეს არის ზრფასება. იქ შეიძლება კონტექსტში ეხება მსახურებს თუ როგორ აშენებდნენ ისინი თავის მსახურებას და ყველაფერი ცეცხლმა გამოსცადაო. და ვინც იმ საფუძველზე არ აშენებდა, მისი ნაშრომი დაიწვა, დაინგრა, დაიფერფლა. კი გადარჩებიო, მაგრამ როგორც აი ცეცხლი რო ზაიგდება სახლს და რო გამოასწრებ და რაზედ გაცვია იმით რო გამოასწარია რა. ხო. არ ლაპარაკობს იქ დაღუპვაზე, მაგრამ ვინც აშენებდა ძვირფას ქვაზე და მყარ ნიადაგზე, ცეცხლი იქნება, გამოცდის, მაგრამ ის არ დაიწვება. ღმერთმა ძვირფასება, როცა წავსგებით ქრისტეს წინაშე იქნება ჩვენი მსახურების შეფასება, რითი ემსახურებოდი, რატო ემსახურებოდი, რას აკეთებდი, ვიღაცის ჟიბრზე აკეთებდი, საკუთარი დიდებისთვის აკეთებდი, თუ რისთვის აკეთებდი. იცით რა არის ძვირფასება? ღმერთის სამეფოში ისე ვერ შევაბიჯებთ, მინიმუმ ეს ჩემი შემაზროვნება ჩათვალეთ, შეფასება მაინც იქნება, რასაც შენ აკეთებდი. აქ არა მაქვს მე ცოდვაზე და უწმინდურ და იმ ცხოვრებაზე ლაპარაკი, რაშიც არა. უწმინდური იქ არაფერი არ შევა. მაგრამ ისიც რა არის შემოზრფასება? წყალობა და მადლი ღმერთისა იმდენად დიდია, რომ ამ ქვეყანაზე ჩვენ ყველას რაღაცა გვეშლება. ამ ქვეყანაზე შეიძლება ზრფასება რაღაცას აკეთებდე და კარგი გონია, მაგრამ სინამდვილეში ისი არ არის. ცოტა შეიძლება სხვანაირად ჯობდა გაკეთება და ყველაფრისთვის ჩვენი საქმეები თან წაყვება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ
ერთ რამაზე უნდა ვიფიქროთ შემოძვრფასებო. როდესაც უფლის წინაშე წარვდგები, მე მინდა რომ ჩემი ყოველი საქმე, რომელსაც უფალი შეაფასებს, ხო, ხუთიანი დამიწეროს. ნუ დღეს შეფასების სისტემა უფრო დიდია, რა მე მგონი 10-იანია, ხო? 10-იანია დღეს. მე მინდა რომ შეფასება ქრისტესი იყოს კარგი. ხო წერია ერთგულო მონავ შემოდი მამაჩემის დიდებაშიო, ხო? აი ეს ხმა უნდა მოусმინოთ ყოველმა ჩვენთაგან, მოდი ამ მიწიერი ცხოვრების დროს, როცა ზეცა გველაპარაკება, როცა ზეცა გვეუბნება ამ ყველაფერზე, მოდი ჩვენი ყოველი საქმე იყოს ქრისტესთვის მოსაწონი საქმე. ამენ. ცოცხალმეს დიდება და მადლობა შემოძვრფასება. ამიტომ მოდი ჩვენ დაუსვათ საკუთარ თავს კითხვები, რომელი ხმა განსაზღვრავს შენს ცხოვრებას, რომელ ხმას ემორჩილები შენ, ძვირფასო ადამიანო, ხარ თუ არა უფალში, დღეს ცხოვრობ თუ არა უფალში და რას დატოვება მქონდა როცა ამ ქვეყნიდან წახვალ შენ. ამიტომ დაგვეხმაროს ღმერთი ძვირფასებო, რომ ჩვენი ღმერთი ძვირფასებოა, ცოცხალი და მარადიული ღმერთი ჩვენ გვამზადებს მარადიული ცხოვრებისთვის. და ამ ქვეყანაზე ჩვენ რო სიკვდილისაც არ გვეშინოდეს, გვეუბნება შვილებო, ნეტარი არიან ისინი, ვინც ქრისტეში უფალში არის და ისინი განისვენებენ და დაიხოცებიან ქრისტეში. დიახ, კონტექსტში შეიძლება იმ დროს უფრო ეხებოდა, მაგრამ ეს საყოველთაო პრინციპი არის. დღეს ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს ქრისტესთვის, როგორც მოციქული პავლე ამბობდა, ჩემი სიცოცხლე ქრისტეა ამ ქვეყანაზე და სიკვდილი კიდევ მოგება. ამენ. ჰალელუია, ღმერთს დიდება. რა თქმა უნდა, არავის სასიკვდილოდ არ ვამზადებ ახლა ამით. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ძვირფასებო, რეალურად რასთან გვაქვს საქმე და ურწმუნო ადამიანებით არ გვეშინოდეს ჩვენ. არიქა რა იქნება, როგორ იქნება, მოდი ჩვენი ცხოვრება გავატაროთ უფალში. ღმერთს დიდება და მადლობა. მოდი წამოვდგეთ ფეხზე ძვირფასებო. თუ არის ისეთი ადამიანი სამ დარბაზში, ვინ ჯერ უფალში არ არის, თავისი ცხოვრება არ მიუძღვნია უფლისთვის, მოდი ეს დრო იყოს, ეს დღე იყოს შენთვის დამაფიქრებელი, რომ დაფიქრდი ამ ყველაფერზე, რომ იცხოვრო უფალში და უფალში გააგრძელო შენი მარადიული ცხოვრება. დიდება ღმერთს ამისთვის. ცოცხალო და მარადიულო ღმერთო, მოდი აღვაბროთ ხელები და ვილოცოთ შემოძვრფასება. თუ ასეთი ადამიანი იქნება ვინმე, ვისაც უნდა ხსნა, გადარჩენა შეუძლია განაცხადოს და მისი გულისთვის ცალკე ვილოცებთ. წმინდაო დიდებულო მამაო, ჩვენ მადლობას გიხდით შენი მადლისთვის. მადლობა შენი მარადიული სიტყვისთვის ღმერთო, რომელიც ისმის ზეციდან და რომელიც მოგვეცი დაწერილი სახით უფალო ღმერთო. ჰალელუია, მიიღე შენ ქება დიდება და თაყვანისცემა წმინდაო მამაო, წმინდაო დიდებულო ღმერთო, ისმინე უფალო ღმერთო, ჩვენი თხოვნა და ლოცვა წმინდაო მამაო და გვაგურთხე შენ დიდებული სულის ძალით და მადლით, რომ ჩვენი ცხოვრება ამ ქვეყანაზე გავატაროთ უფალო ღმერთო. იმ სულში ღმერთო დიდებულო, იმ სულის კვეთებაში, რომელიც შენ გინდა დაინახო უფალო შენს ეკლესიაში, შენ შვილებში ღმერთო დიდებულო, რომ ჩვენ ყოველთვის უფალო ვიყოთ შენს წინაშე ღმერთო დიდებულო, მომართულები ღმერთო დიდებულო, ჩვენი გულები წუხდეს ქვეყნიერებაზე ღმერთო დიდებულო, ჩვენი გულები ღმერთო დიდებულო იყოს ყოველთვის ლოცვით მდგომარეობაში, რომ ლოცულობდეთ და შუამდგომლობდეთ უფალო ჩვენი საახლობლოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ღმერთო, ჩვენი გარემოწრისთვის ღმერთო და სიტყვას ვთესავდეთ მათში შემოზაციერო მამაო, გვაგურთხე და დაგვეხმარე ღმერთო დიდებულო, რადგან უფალო ღმერთო, ჩვენ ამისთვის ვართ მოწოდებულები, შენახარ ჩვენი სიცოცხლე უფალო, ჩვენთვის სიცოცხლე შენახარ იესო. და როგორც შენი მსახური პავლე ამბობდა, სიკვდილი კი მოგება არის, მაგრამ ამ ქვეყანაზე ცხოვრების დროს უფალო შენ შეგვეწია და დაგვეხმარე ღმერთო, გვიწინამძღოლე შემოზაციერო მამაო, რომ შენ იყო ჩვენს ცხოვრებაში უპირველეს ყოვლისა ღმერთო დიდებულო და ჩვენი ცხოვრება და ჩვენი საქმეები ამ ქვეყანაზე მოწმობდეს იმ მარადიული დიდების შესახებ, რომელიც შენ მოიტანე უფალო ყოველი ჩვენთაგანის გულში და ცხოვრებაში. მიიღე შენ ქება დიდება და თაყვანისცემა ყველაფრისთვის წმინდაო მარადიულო ღმერთო, მამაო ძეოსულო წმინდაო, ამინ.